მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროლოგიური პირადი რუკიდან კარმულ ასპექტებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანში ყველაზე დაფარული ღრმა ენერგეტიკული ველი, რომელიც რაღაც დონეზე ვხედავთ ხოლმე ჩვენც ცოტა ისე ახლო ურთიერთობაში თუ ვართ ადამიანთან, აქ პლანეტარულ ენერგიას არ გულისხმობ, აქ უფრო მეტად ლილიტურ ენერგიას ვგულისხმობ. კარმულ ასტროლოგიაში და ზოგადად ასტროფსიქოლოგიაშიც ლილიტის ენერგეტიკული ველი ეს არის ყველაზე ძლიერი სექსუალური ვიბრაცია, ყველაზე ძლიერი იდუმალი ენერგეტიკული ველი, არა მარტო სექსუალურობა, ეს არის ადამიანის ხაშვის სექსუალურობასაც ლილიტი განსაზღვრავს ადამიანის დამალული, დაფარული შინაგანი ღრმა ტრამვები, სურვილები, ტაბუები, ეს ყველაფერი რაც არის რაღაც იდუმალებასთან დაკავშირებული, ეს ყოველთვის ძალიან ღრმა ქვეცნობიერში შავი მთვარის, ანუ ლილიტის ენერგეტიკასთან არის ხოლმე ყველაზე მეტად კავშირში. ეს არის უხილავი დაფარული ენერგოველი ადამიანის. ახლა ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში შავ მთვარეს, როგორც მაგალითად კრიზისების მომტანს, ან ღრმა ტრამვებს, შიშებს, ეს ყველაფერი ლილიტის ენერგია არის, მაგრამ მასში არის სექსუალური ენერგეტიკაც უდიდესი თან. და ხშირად მაგალითად ახლა 15 წელი ამ სფეროში ვარ დაახლოებით და გამოცდილებითაც ეს დავადაგორებულიც ყოფილვარ, შემისწავლია ეს თემაც და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ენერგოველის გაცნობიერება, თუნდაც პარტნიორულ ურთიერთობებშიც ნახვა, ან უბრალოდ ადამიანები როცა არის ჩვენ ენერგიასთან კავშირში, ან არ არიან ჩვენ ენერგიასთან კავშირში, ძალიან ხშირად არის ხოლმე აქ უფრო ზედა სურათში რომ შევხედოთ ლილიტური ენერგია ხოლმე და აქ აუცილებლად ელენაც არის ჩართული. ეს ტრენინგებზე, ჯგუფური ტრენინგებიც რომ აქვს ხოლმე შეხვედრიან ამაზე პირადი ურთიერთობების ტრენინგზე მაგალითად. ხშირად შეხვედრიან რომ როდესაც პირადი რუკებით გავდივართ თქვათ ამ ტრენინგებს, დაკვირვებულან რომ სელენას ენერგია იყო ჩართული, ლილიტში გადასულან და ნუ მოკლედ აი ეს თელი დრამები თამაშდება ხოლმე როგორც წესი ამ ღერძზე. ამიტომ ძალიან საინტერესო რაღაც მინდა ამ თემით გავშალო, რომ ლექცია მაქვს 6 დეკემბერს ამ თემაზე, დავახასიათებ მთლიანად ამ შავი მთვარის ენერგიებს, სექსუალური ენერგიის კუთხით, შინაგანი დაფარული საიდუმლო ენერგიის კუთხით მაგალითად, ხო? აი ეს რო ამბობთ ხოლმე რაღაც აი ვაიბი აქვს ადამიანსო, აი ეს შინაგანი უხილავი ენერგეტიკა ყოველთვის მოდის ლილიტური ენერგიებისგან. ახსნი ამ სისტემაში როგორ მუშაობს საერთოდ აი ეს ლილიტი, როგორ ხდება, როდესაც თუნდაც ლილიტების შეუთავსებლობა არის ერთმანეთში, შეუთავსებლობა რა ერთი არის ძალიან ღრმა, ძალიან დრამატული ენერგეტიკული ველი, დაფარული, მეორე არის ჰაერი, ზედაპირული ქარიშხლური, ხო და ეს უკვე მოდის ხოლმე მერე შინაგანი სერიოზული დაჯახება ენერგეტიკული ველის და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ კუთხითაც შევხედოთ ამ შავი მთვარის ენერგიას, რომელიც სერიოზული პოტენციალი არის მეორე კუთხით, სერიოზულ სიღრმეებს გვთავაზობს ხოლმე. ნუ ვის როგორ შეუძლია იმის მიხედვით, ვის რა ნიშანში ყავს და როგორ სახლში და რა ასპექტებით, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მექნება ლექციაზე ინტერაქციაც, რა თქმა უნდა, იქ გავივლით კითხვაზე პასუხით, კითხვებით და პასუხებიც იქნება, ვთქვათ, კომბინაციები როგორ მუშაობს ერთმანეთთან, მაგრამ ახსნის სისტემა როგორ მუშაობს, ყველაზე მთავარი რა არის ეს სექსუალური ენერგეტიკა და ამის რეალიზების ან ვერ რეალიზების შემთხვევაში რა ხდება, ეს შინაგანი სიღრმისეული ენერგიები არის, რომელიც უნდა მოხდეს სადღაც გადატრანსფორმირება, ხომ? და კი ჩვენ პლანეტების ენერგიას აყენებთ ძალიან დიდ საკითხად, ხო, ესე პლუტონი, მორიელის ენერგეტიკა როცა არის, როცა ამბობენ ხოლმე მზით მორიელი სექსუალური ენერგია არის და ეს არის ზედაპირული უბრალოდ მზის ფორმულით, ხომ? ეს არის 1% მთელ რუკაში, მაგრამ ყველაზე ღრმა ენერგიას აწვევს ხოლმე როგორც წესი შავი მთვარე. ყველაზე ნამდვილ სექსუალურ ენერგიას აქვს და ძალიან საინტერესო თემა არის. ეს სექსუალურ ენერგიას არ გულისხმობ ჩვეულებრივ ინტიმურ ურთიერთობებს, ხო, აი აქ ში და
ვაიბი, შიდა ენერგეტიკული ველი, უხილავი, დაფარული, ან რეალიზებული, ან ვერ რეალიზებული ყველასთან ინდივიდუალურად არის. აი ამას როგორ ახსნის ასტროლოგია, როგორ უყურებს ამ ყველაფერს, ძალიან საინტერესო ლექცია მექნება, მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ, ან ვისაც პრაქტიკული ასტროლოგია გაინტერესებთ უკვე ლილიტის ენერგეტიკის მიხედვით, ვისაც უბრალოდ გაინტერესებთ თქვა თქვენ რუკაში როგორ მუშაობს, ან პარტნიორების რუკაში როგორ მუშაობს აი ეს მთავარი სექსუალური ენერგია და როგორ შეგიძლიათ ეს დაინახოთ, როგორ შეგიძლიათ გაცნობიეროთ თუნდაც საკუთარ თავში რა პოტენციალი გაქვთ, რას ვერ იყენებთ, რა ტრამვებთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული, მაგალითად რა პერიოდებია საჭირო რომ აქ გაცნობიერებები მოხდეს, ხო? ძალიან საინტერესო ლექცია მექნება, მართლა მე ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი ამ თემებში, რომ დამეგროვებინა ინფორმაციები, ვაკვირდებოდი ვთქვათ იქ ენერგეტიკულ ველს, როგორ მუშაობდა ლილიტი, ხლა ლიტერატურაში ეს თემა იმდენად არ არის, როგორც ფსიქოლოგიურად შეგვიძლია ეს დავიჭიროთ, ხო, ასტროფსიქოლოგიასთან ერთად განვითარდა ეს შავი მთვარის აი ეს თემები დაფარული, ღრმა, არარეალიზებული ტაბუები, შიშები, სურვილები დაფარული მაგალითად, რომელშიც ძალიან დიდი სექსუალური ენერგეტიკა დევს, ესე ვთქვათ და აი ამ ენერგიებს ვიჭერთ ხოლმე ჩვენ ადამიანებში და აქ არის ან პირიქით კონფლიქტი და პირიქით აგრესია, ნეგატივი და პირად ცხოვრებაშიც ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის ხოლმე, ან პირიქით ხშირად ეს ძალიან საინტერესოდ შეიძლება დავიჭიროთ ხოლმე ეს ენერგიაც. მნიშვნელოვანია რომ ინფორმირებულები ვიყოთ და მე რასაც ვიძიებდი ხოლმე ძალიან მწირი ინფორმაცია ამ თემაზე ასტროლოგიაში და ძალიან კარგი შემოდის შანსი გაქვთ ესე რომ ვთქვათ ამ ლექციაზე აუდიო ვიდეო და ჩაიწერება ასევე ლექცია დაიდება დახურულ ჯგუფში ჩვენი შეხვედრა ესე რომ ვთქვათ Google Meet-ით იქნება ეს შეხვედრა და ვისაც გექნებათ სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ და ჩაეწეროთ ამ ლექციაზე მართლა ძალიან ჩემთვის საინტერესო თემა არის, იმიტომ რომ აი ესეთი საკითხები არ არის ხოლმე დიდად გახსნილი და მხოლოდ ლილიც განვიხილავთ ხოლმე რაღაც ტრამვებად, შიშებად, დაუხურავ გეშტალტებად ფსიქოლოგიაში რომ ესე ღრმად შევიდეთ, თუმცა ამ ენერგიაში რამდენი ვიდეო მაქვს ლილიცზე ჩაწერილი და სხვადასხვა კუთხით ვატრიალებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია არის ეს და ძალიან ბევრ სფეროში იშლება. იქ ტრამვებშიც იშლება, კრიზისებშიც, პრობლემებშიც იშლება, სუპერძალათაც იშლება ლილიტი ხოლმე და გვაძლევს ძალიან დიდ ენერგიას. სექსუალურ ენერგიაში ძალიან იშლება და იქაც გვაძლევს რაღაც ან პირიქით პრობლემებს, ან პირიქით ვთქვათ ძალას და შარმს და მთავარი შარმი სექსუალურობის ეს არის ყოველთვის შავი მთვარის ენერგია. ესეც იცოდეთ, ან პირიქით დაფარული არარეალიზებული შარმი შეიძლება ეს იყოს, როცა დევს ენერგია და არ არის გამოყენებული და აქაც გაცნობიერება არის საჭირო, რა დევს, რა პოტენციალი და რას ვერ იყენებს ადამიანი, რა ტაბუები არის, რა ლილიტური შიშები შემოდის აქ მაგალითად, ხო, რომ ეს გაიხსნას. ზოგჯერ სხვაშორის ქირონიც ძალიან პრობლემებს ქმნის ხოლმე, ესეც სექსუალურ ენერგიასთან. ამაზეც გვექნება საუბარი, განსაკუთრებით ქირონი, როცა პირად პლანეტებს ან კარმულ პლანეტებს ისეთ ნეგატიურ ასპექტებს უქმნის ხოლმე, აქ ყველა ესე იგი, როგორიც იცით, რომ ერთ-ერთ ტრამვებად აღვქვამთ ჩვენ შავ მთვარეს და ასევე ღრმა ტრამვას აღვქვამთ ქირონს ჩვენთან, ჭრილობა, სულის ჭრილობა, ესე რომ ვთქვათ და ამიტომ სექსუალურ თემებში ძალიან არის ჩართული ეს ორი ენერგია ხოლმე. და ვისაც გაინტერესებთ ეს თემები, გელოდებით, ძალიან ისეთ სასიამოვნო ლექციები გვაქვს ხოლმე ჩვენ. მე ძალიან მომწონს ხოლმე თქვენთან შეხვედრა და იმედია რომ თქვენც დაინტერესდებით ამ თემებით და შემომიერთდებით და გელოდებით დროებით. ყველაფერი წერია ისე ივენთი მაქვს გაკეთებული ამ ლექციის და შეგიძლიათ გაეცნოთ და ჩაეწეროთ დროებით.